მოგესალმებით, ვფიქრობ დღევანდელ სტუმარს უკვე იცნობთ, მაგრამ მაინც წარგიდგენთ. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ილია თოფურია. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმე. არაფრის სიამოვნებით. ძალიან აღელვებული ვარ ამ ივენთის გამო. მოდით ვეცადოთ წერტილებით დავსვათ, რადგან ცოტა ხნის წინ პედი პიმბლეტმა თავისი აზრი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ისლამზეც და არმაზეც. მინდა დავიწყო კითხვით, რომელიც ვფიქრობ ძალიან მარტივია შენთვის. ვისთან უფრო რთულია ბრძოლა, ისლამთან თუ არმანთან? არც ერთთან. ყველაზე რთული ბრძოლა ყოველთვის საკუთარ თავთან მაქვს. იმ ბრძოლების გადალახვა და იმ რთულ მომენტებთან დაპირისპირება, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდები, ეს არის ყველაზე ძნელი ბრძოლა. რადგან რაც შეეხება უნარებს, ცოდნას, სიმამაცესა და გამბედაობას, თავს ყველაზე მაღლა ვგრძნობ. თავს არმანზეც და ისლამზეც მაღლა ვაყენებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბევრი ადამიანი ნებისმიერ საბაბს ან რაიმე შეცდომას ელოდება, რომ თავს დაგესხას. ახლა არმანთან დაკავშირებული სიტუაციით ამას კარგად იყენებენ. მინდა პირდაპირ გკითხო. ხალხი ამბობს, რომ არმანის გეშინია. არ ვიცი რა გითხრა, ხომ იცი რასაც ვფიქრობ სხვების აზრზე. არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ მას ჰქონდა შანსები, როცა ბრძოლაზე უარი თქვა. მას ჰქონდა შესაძლებლობა ებრძოლა ჩემპიონობისთვის და მთელი მსოფლიოს წინაშე ბრძოლიდან ჩაეხსნა. ყველა მებრძოლს ჰქონია ზურგის ტკივილი, მკლავის, ფეხის თუ ყველაფრის ერთად, მაგრამ მაინც გამოსულა და გვიბრძოლია. მან კი რაღაც მიზეზების გამო ეს არ გააკეთა. მან კარგად იცის, როგორ იყო მისი შიდა საუბრები. შესაძლოა იმ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საცვლების გამოსვლაც კი დასჭირდა. როგორც პრომოუტერი, ისე დაგელაპარაკები. როცა ადამიანს აძლევს ასე დიდ შესაძლებლობას, დებუზარ-მაზარ ფულს მის პოპულარიზაციაში და სვამ ასეთი მასშტაბის ქარზე, ის კი ასე გეთამაშება, ამის შემდეგ მას ენდობის ხელახლა გამოცხადება ძალიან რთულია. ახლა კიდევ ერთი მთავარი ბრძოლა ჰქონდა, სადაც პირისპირ დგომისას მეტოქეს თავი ჩაასტყა. ესაც დიდ ინტელექტზე მეტყველებს და არც იმ დაფასებაზე, რასაც UFC მის რეკლამირებისთვის იჩენს. მას არ ესმის, რომ ხალხი ფულს დებს მის პოპულარიზაციაში, ის კი ერთი უაზრო თავის ჩათქმით ამ ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს. მეტოქემ შეიძლება მიიღოს ჭრილობა ან ზედმეტი დაზიანება, რის გამოც შეიძლება ეს ბრძოლა ჩაიშალოს. როცა ხედავ, რომ შენ წინაშე ადამიანი, რომელსაც ყურადღებას აქცევ, რომელშიც ფულს დებ, ის კი ამ ყველაფერს ასე გიბრუნებს, ბოლოს და ბოლოს შენ გააგრძელებდი მისთვის ყურადღების მიქცევას? არა. ხოდა ზუსტად ამას აკეთებენ ახლა. დასხდნენ მაგიდასთან და იცი რა თქვეს? ჯანდაბამდე გზა ჰქონია არმანსო. ასე რომ არმან აქ უგეტყვი, შენ და შენს გეგმებსაც ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. ვისაც ნამდვილად აქვს თავდაჯერებულობა, ეს პედი პიმბლეტია. მასზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე იანვრის ბრძოლაზე მინდა გკითხო, რადგან დენა უაიტმა მიანიშნა, რომ შეიძლება მოხდეს აპრილში, დროებითი ქმრის მფლობელთან. ამავდროულად ახლოსაა ბრძოლა თეთრ სახლშიც. მზად იქნებოდი, რომ ივნისამდე დაგეცადა? თუ საბოლოოდ ჯასტინ გეიჯი გაიმარჯვებს, უფრო მეტად მოგხიბლავდა თეთრ სახლში ბრძოლა მის წინააღმდეგ. სინამდვილეში ძალიან რთული ასეთი პროგნოზების გაკეთება. ჩემი მოტივაცია საუკეთესოებთან ბრძოლა, ამიტომ ვინც უკეთ მოემზადება, ვინც საუკეთესო გამოსვლას აჩვენებს და ვინც მოიგებს იმ ბრძოლას დროებითი ტიტულისთვის, მასთან დაპირისპირება ძალიან გამიხარდება. მიყვარს გამარჯვებულებთან ჭუბი, მიყვარს იმ ადამიანებთან ბრძოლა, ვინც მართლა დიდ მოლოდინებს და ინტერესს იწვევს. ასე რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვიცი რომ ჩემთვის კარგი იქნება. ლოდინი არ შემიძლია, მართლა აღარ შემიძლია ამდენი მოცდა. ძალიან მინდა ოქტაგონზე დაბრუნება. უკვე ბევრი თვეა რაც მის მიღმა ვარ. ამიტომ იმედი მაქვს ჩემს დაბრუნებას მალე გამოაცხადებენ. ყველას ძალიან უნდა შენი ბრძოლის კიდევ ერთხელ ხილვა. მოდი, პირდაპირ პედიზე გადავიდეთ ახლა. არ ვიცი ნახე თუ არა ის განცხადებები, რომლებიც მან ლივერპულში ჩემთან საუბრისას გააკეთა. ნახე რამე? დიახ, პატარა ნაწყვეტები, მაგრამ სრულად არა. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ზედმეტად თავდაჯერებულია. დარწმუნებულია, რომ შეძლებს შენს მიწაზე დაგდებას და როგორც თვითონ თქვა, სახეს ისე დაგიმუშავებს, რომ ადამიანს სპილოს დაგამსგავსებს. რას ვფიქრობ ამ განცხადებაზე? თუ მას ასე ძალიან უნდა ჩემი მიწაზე დაგდება, ეს ნიშნავს, რომ უკვე აღიარებს, რომ ფეხზე დგომში მასზე უკეთესი ვარ. როდესაც აღიარებ, რომ რომელიმე კომპონენტში შენზე უკეთესი ვარ, ამით უკვე შენ სუსტ წერტილებს აჩვენებ. მას არანაირი შანსი არ ექნება, რომ მიწაზე დამაგდოს და რომ დამაგდოს მერე რა, რაც უნდა ისქნას. მე სამყაროში ყველაზე დიდი თავდაჯერებულება მაქვს, რომ იმ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვალ და ეს არ იქნება უბრალოდ გამარჯვება, როგორც ყოველთვის გავიბრძნებ. პედი პიმბლეტი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. ამ ბრძოლაში იმდან დიდ უპირატესობას ვგრძნობ, რომ შემიძლია ვკითხო კიდეც, როგორ უნდა რომ მოვუგო.
რადგან რეალურად შემიძლია ესე მოუგო, როგორც თვითონ მოესურვება. მომტონს ეგ პასუხი, პედიმ ასევე თქვა, რომ იმდენად თავდაჯერებულია, მზად და ესპანეთში ჩამოვიდეს შენთან საჩხუბრად. ამით უნდა ვისარგებლო და ვკითხო, როგორაა საქმე UFC-ს ესპანეთში ჩატარებასთან დაკავშირებით. წინსვლა საკმაოდ დიდია, ადმინდა ბევრი პროგნოზების გაკეთება, რადგან ვიცი, საბოლოოდ როგორც ვითარდება ხოლმე ასეთი საქმეები. მაგრამ წინსვლა ნამდვილად არის. მადრიდის მუნიციპალიტეტთან სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასე რომ ვნახოთ. იმედი მაქვს 2026 წელს მადრიდში რაღაც ივენტის ჩატარებას შევძლებთ. ან თუ არა 2027-ში მაინც, ასე რომ ვნახოთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. კიდევ ერთი რამ რაც პედიმ თქვა, არის ის, რომ ჯერა თითქოს შენს გონებაში შეაღწია. ფიქრობს, რომ ბრძოლის დროს წონასწორობიდან გამოგიყვანს, ის გამო შეცდომებს დაუშვებ, დაიჩქარებ. რას ფიქრობ ამაზე? კარგია თუ ასე ფიქრობს, ბოლოს და ბოლოს მან რაღაც მოტივაცია უნდა იპოვოს, რაღაცაში უნდა დააწუნოს საკუთარი თავი, რომ ჩემთან ერთად ოქტაგონზე ჩაიკეტოს. იმიტომ რომ ადვილი არ არის ჩემს პირისპირ ოქტაგონზე დგომა. შენაგარი საუბარი საკუთარ თავთან ამ დროს ძალიან უხერხულია. მან კარგად იცის ის უპირატესობა, რასაც მე წარმოვადგენ, სპორტულ, მენტალურ თუ სულიერ დონეზე. ის გრძნობს ამ უპირატესობას, როცა ჩემს წინ დგას. თვალებში ჩახედვაც კი არ უნდა, რადგან გრძნობს ამ ძალას. ამიტომ მე მხარს ვუჭერ მას, თუ რამე შემიძლია დავეხმარო, რომ თავდაჯერებულად იგრძნოს თავი და ჩემთან ერთად ოქტაგონზე გამოსვლა შეძლოს, მე მზად ვარ, რადგან ეს მასთან რთულია. ბევრი ვინც გარედან უყურებს ამას ვერ გაიგებს, მან უნდა ილაპარაკოს მსგავსი რაღაცები. მან უნდა აჩვენოს ეს მოჩვენებითი თავდაჯერებულობა. ძალიან რთულია იმ ფაქტის მიღმა დგომა, როცა გეუბნებიან, რომ 5 წუთი დაგრჩა და უნდა დაუპირისპირდე ისეთ ადამიანს, რომელსაც ისეთი გზა აქვს გამოვლილი, როგორიც მე. არ არის ადვილი, როცა იცი რაც მოგელის. საბოლოოდ შენ მთელ მსოფლიოს წინაშე უნდა წარსდგე. როგორც შენ თქვი, ერთი და იგივე არ არის საკუთარ სახლში შხაპის ქვეშ სიმღერა და ათასობით ადამიანის წინაშე. ასე რომ პედიმ დიდი სამუშაო გასწია. სიმართლე გითხრათ მიხარია კიდეც იმ ნიშნულამდე რომ მიაღწია, სადაც ახლა. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა და შესაძლებლობაა. რადგან დღის ბოლოს ჩვენ სპორტში სამყარო დიდი გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარემოცვაშიც და მის გარეთაც უნდა ამ ბრძოლის ნახვა. გადაჯობია თუ ამ ბრძოლას ისეთ ვინმესთან გავმართავ, როგორიც პედია. ახლა ისლამზეც ვისაუბროთ, რის თქმა შეგიძლია მასზე, სიტუაცია ცოტათი ხომ აღშენილ და ფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მომავალში შედგება, იქნება ეს შემდეგი მეტოქე პედის მერე. ყოველთვის მინდოდა ეს ბრძოლა და ყოველთვის მზად ვიყავი ამისთვის. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როცა ჩემს ტიტულს მსუბუქ წონაში დავიცავ, მერე ვნახოთ რა მოხდება, აღარ მინდა ვინმეზე პროგნოზების გაკეთება, რადგან ყველა ძალიან ბევრს ლაპარაკობს კლავიატურასთან. ყველას უნდა გაბრწყინება, ყველას აქვს დიდი გული და სიმამაცი, მაგრამ როცა სიმართლის მომენტი დგება, ყველაფერი სხვანაირადაა. ყველა მიცის, რომ ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას უნდა, მაგრამ ისლამმა რაღაც მიზეზების გამო აქამდე არ მიიღო ეს გამოწვევა. ამის შემდეგ ის ερμეს ლაპარაკობს, ათასობით კილომეტრიდან ლაპარაკის ჩემი განსჯა და კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ როცა ოქტაგონზე ჩემს წინააღმდეგ აღმოჩნდები, მივხვდები, რომ მე არ ვარ ჯეკ-დე-ლა მადალენა. არ ვარ დენ ჰუკერი და არ ვარ ის სუსტი მეტოქეები, რომლებსაც აქამდე ხვდებოდი. მე სულ სხვა რამე ვარ და როცა ჩემს მარჯვენას საკუთარ თავზე იგრძნობ, ნახავ, რომ ძალიან დიდხანს დაგეძინება. ნამდვილად ისლამზე ვსაუბრობთ, ერთი წამით შემეშინდა კიდეც შენი სიმკაცრის. ნახოთ, რამდენად გამოადგება მას თავისი ჭიდაობა ჩემთან. ახლა რაც ახსენე, ერთი უცნაური რამ მემართება შენთან დაკავშირებით, რადგან ყველა მარჯვენა ხელი დააძინე, მაცხენათიც მასტალია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხალხს ცოტათი ავიწყდება, რა არის შენი რეალური ბაზა. მაპატიე, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ შენ ხარ გრეპლერი. თქო, ოღონდ არ მითხრა, რომ უნივერსალი ხარ. მინდა გკითხო რეალურად, რა არის შენი ყველაზე ძლიერი მხარე? ფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარე სწორედ მიწაზე ბრძოლა, მიმაჩნია, რომ პარტიაში ნებისმიერი მიმართულებით შემიძლია განვითარდე და ნებისმიერი პოზიციიდან შემიძლია ბრძოლის დასრულება. მაგრამ მართალია, ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ მაყურებელს ეს დიდად არ აინტერესებს. თუმცა ისლამთან ბრძოლაში ეს ალბათ ის იქნება, რის ნახვაც ხალხს მოუნდება. ჩემი გეგმა ასეთია, დგომში ვაჯობო 3-4 კარგი გატყმა გავუტარო, სადაც საჭიროა, მერე კი კუთხეში პირდაპირ ხაბიბის თვალწინ დავაფინიშო, ტკივნეულით ან მახრჩობელათი.
ისინი იმდენად თავდაჯერებულები და ამპარტავნები არიან, რომ სიამოვნებით დავამარცხებ მის წინ. და თუ ხაბიბსაც მოუნდება ოქტაგონზე შემოსვლა, მასაც დიდი სიამოვნებით გავუჭეჭყავ თავს. ეჭვიც არ მეპარება. თუ ისლამთან არ გამოვა ეს ბრძოლა, ქვესაშუალო წონაში მაინც ახვალ, რამდენად გინდა ეს სამაგი გვირგვინი. ეს მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ საქმე ისლამს ეხება. ეს ერთადერთი მიზეზია. ის დომინირებდა მსუბუქ წონაში. როცა მე ამ წონაში ავიდი, რა თქმა უნდა, მასთან დაპირისპირება მინდოდა, მაგრამ მან წონა შეიცვალა. ესა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქვესაშუალო წონაში ასვლა მინდა, ისლამის გამო. თუ ის იქ იქნება, მე წავალ ამ სამაგი გვირგვინისთვის. რადგან ვიცი, რომ ის ჩემია. რაც ისლამს აქვს, ყველაფერი ჩემია, ყველაფერს წავართმევ იმ საცმელსაც კი, რომელიც იმ საღამოს ეცმევა. და რომ არა ისლამი მსუბუქ წონაში დარჩებოდი? ისლამი რომ არა მსუბუქ წონაში დავრჩებოდი, თუმცა ყოველთვის მივიღებდი UFC-ს შემოთავაზებას, თუ მათ ჩემი ხილვა ქვესაშუალო წონაში მოუნდებოდათ. ეს კარი ყოველთვის ღია. დასასრულისკენ მოწავიდეთ ილიას, ჩემს ინტერვიუებში ჩვეულებრივ ვცდილობ ხოლმე ადამიანურ მხარე უფრო მეტად ვაჩვენო და შემიძლია შანსი გავუშვა ხელიდან. ჩემ წინაშეა MMA საუკეთესო ელჩი. მინდა შენისწრობით უთხრა ხალხს, რა არის ეს სპორტი, რა არის MMA, იმ ადამიანს რომ უნდა აუხსნა, ვისაც ეს სპორტი არასდროს უნახავს. როგორ ეტყოდი მას? არ ვიცი, ამის ახსნა ძალიან რთულია. ვფიქრობ, ეს არის სპორტი, რომელიც რეალობასთან ყველაზე მეტად გაახლოებს. ის გაყენებს ნამდვილი სიტუაციების წინაშე, სადაც თავს დაუცველად გრძნობ. იქ გრძნობ, რომ თუ არ ხარ მომზადებული, თუ არ გაქვს უნარები და ცოდნა, არსებობს სხვა ადამიანი, რომელიც ყოველივე ამას შენზე გასაბატონებლად გამოიყენებს და დაგამარცხებს. ასეთივა თავად ცხოვრებაა რა. თუ მომზადებული არ ხარ, ის მუხლებზე დაგაჩოქებს და დაგიმორჩილებს. ეს სპორტი მოითხოვს მომზადებას, რათა ამ სამყაროში გადასჭე და იარო ისე, როგორც ჯერ არასდროს. და ბოლოს, ადი რამე რის კითხვაც შენ გინდათ ჩემთვის? სიმართლე გითხრა, გვინდა რაღაც ვკითხოთ. რა ვკითხოთ დანის? არ ვიცი რა ვკითხოთ. რატომ აკეთებ ასე გრძელ ინტერვიუებს? რატომ მაშინ ინტერვიუები ასეთი გრძელი? იმიტომ რომ პატარა ბავშვით ვერთობი და მსიამოვნებს. რა მაგარია, დიდი სიამოვნება იყო. უღრმესი მადლობა შენ ამ დროისთვის.